ლელუკა ძალიან კარგი გოგონა. აი ყველა ადამიანი ისე უყვარს, რომ თვითონ ასეთ მდგომარეობაში გაიღებს, რომ პატები უნდა ეს სხვას. ხესედის გარეშე ალბათ ჩვენაც შეგვიძლია. ჩვენი ოჯახია ხესედი. ლელას პარეზი უკვე 10-11 წლიდან წავიდა, ხელი, ფეხი. მანამდე მაინც დადიოდა შედარებით. შემოვირე მთელი ექიმები და ერთი სიტყვით ლელას მკურნალობას არ ექვემდებარება. ნენელა საერთოდ თითო ორგანო კვდება, აი ცალი-თვალიდან მხედველობა 0% აქვს, არ აქვს მხედველობა. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ყველა დაუთმეს საერთოდ ჩემი თავი ლელას. თან კიდევ მე თვითონ პატარა აღარა ვარ. ამ ხელა ასაკი 66 წლისა უკვე მე თვითონაც მირთულდება მდგომარეობა მიჭირს, მაგრამ ვცდილობ რომ უნდა ვიცოცხლო ლელას გულისთვის. ღუმელთან ყოფნაში რომ უფრო თბება, ისე ვერთვება და აუნთე და მითხრა გინდა თუ არა უნდა დავიბანო. მე უკვე ამას ეს წყალი და მოვიტანე, ეს უკვე ამას ეს სახე ედო და უკვე ეს შიშქინებდა და იწოდა ეს სახე. გადანერგვა უნდა გაუკეთდეს სამსახეს. ეს სახე სულ და ის ქონდა დამწვარი უკვე, აი ხო კანი რო დაიწვება და ესეთ გათეთრებული როა ასე იყო. ძლიერია ნამდვილად ლელა, უნდა სიცოცხლე მებრძოლია, ასე აქ თქვა, მე თუ რამე დამემართება, შენ უკან მომყედედიო, შენ თუ რამე დაგემართება, უკან მომყვები მეო, მე უშენოთ ვერ გაძე შენ კიდე უჩემოთო. აი ესე აქ თქვა მიჩემთან, მე უთხარი, მე დიდი ხანი ვიცოცხლე, შენ უნდა იცოცხლო, ჩემი ხნისაც, უფრო მეტი ხნისაც უნდა იყვერო. მე უნდა წამსვლელი ვარ, კაცო, ცაზე ხوار ჩამოვეკიდებ, შენ უნდა იცოცხლო, კაცო. ჩემი იმედი აქვს უფრო დედა მოუაროს. თინათლია ჩვენ ხესედი, ნათელია იქ ჩვენთვის და ბევრი დახმარება მიუღია ლელას ყოველთვის. მადლობა ებრაელეს, მადლობა. ებრაელი მართლა საუკეთესო ერია, დიდება რა, ებრაელეს, კარგი ხალხია. ამდენი ტანჯვა გამოიარა, ამდენი დევნა, ამდენი ყველაფერი და ფეხზე დგა, იმიტომ მაგათ გამოიარეს. ძალიან ბევრი გაჭირვება ებრაელმა, იმიტომ იცის, ებრაელმა ერმა გაჭირვება ნახეს, ძალიან ბევრი და ამიტომ დგანა და სულ ეხმარებიან ყველა გაჭირებულს. მადლობა გამჩენს, რომ აი ესე ლელა აქამდე მოვიდა, აი ამ დიდი სიყვარულით მოვიდა, აი ამ სიტკბოთი მოვიდა, აი მიხარია, რომ ასეთი თკბილათავად მადლობა გამჩენს, რომ ჩემს გვერდზეა და იმედი არ მომიშალოს ლელასი მე.